Woke იდეოლოგიას ახვევები და გაღატაკტები. ამ ეტაპზე სიმართლე რა ვთქვა, ეს უკვე ცოტა დამღლელია, მაგრამ ჩვენ გვაქვს ახალი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს ჰოლივუდი შენზე გაავრცელოს ეგრეთ წოდებული woke იდეოლოგია და როგორ ჩანს ეს ეხება Supergirls. რადგან Supergirl-ი, რომელსაც მილი ალკოკი ასრულებს, ძალიან ნიჭიერი მსახიობი უნდა აღვნიშნო. ეხლა უკვე გააყოფინა ფანები მას შემდეგ, რაც თქვა, რომ Supergirl-ი ორივე სქესისკენ იხრება. როცა კითხეს, არის თუ არა პერსონაჟი queer-ი. და ჩემთვის როცა ამბობ, რომ ორივე სქესისკენ იხრები, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ უბრალოდ გინდა woke ქულები აიღო, მაგრამ სინამდვილეში ბოლომდე არ ხარ მზად წახვიდე, იმ შემთხვევისთვის თუ კონსერვატორებსაც მოვეწონებით. მოდით უბრალოდ ვთქვათ, რომ ის ყველაფრისთვის ღიაა. ეს ძალიან მოსაწყენია. ამ ეტაპზე უკვე ძალიან დამღლელია, რომ ეს სულელური იდეოლოგიები გვახვევენ თავს. დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ ყველამ ვიცით სუპერმენი კაცია და ეხლა გვაქვს სუპერგოგოს ახალი ვერსია. მე მხარს უჭერ გოგოებს, რომ იყვნენ ძლიერი და შესანიშნავი, მაგრამ რატო? რატო უნდა გვახვიოთ ეს აბსურდული რამ? მილი ალკოკი როცა სუპერგოგოში კარას სექსუალობაზე კითხეს, არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ ამ ფილმს ისხდის ასეთ ლამაზად, რომ ის კაცზე არ არის ორიენტირებული. საერთოდ არ არის სიყვარულზე ორიენტირებული. მართლა არ ვიცი. ალბათ ორივე სქესისკენ იხრებოდა. ეხლა მე ისევ დაგაბრუნებთ რეიჩელ ზილკერის თემაზე. გახსოვთ ის ქალი? ის ძალიან გამაღიზიანებელი ქალი, რომელმაც ჰოლივუდში ყველას უხერხულობა შეგვიქმნა, იმიტომ რომ რაღაც უცნაურად იქცეოდა პირთან დაკავშირებით. გესმით რაზე ვლაპარაკობ? მაგრამ თან თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს ახვევდა ფილმს ისე, რომ არ ვიცი, ფილმი გააუქმეს თუ არა, მაგრამ ეს უბრალოდ სრული კატასტროფა იყო, ისევ და ისევ. გონია რომ მილი ალკოკიც შეიძლება იგივეს აკეთებდეს, რაც სამწუხაროა, რადგან ის ძალიან ნიჭიერია. არ სჭირდება ასე მოქცევა. მილი ნელ-ნელა რეიჩელ ზეგლერად იქცევა და ეს ძალიან სამწუხაროა სანახავად. და იმედი მაქვს, რომ ასე არ მოიქცევა, რადგან რეიჩელ ზეგლერმა პირველ რიგში სრულიად გაანადგურა თავისი ჰოლივუდური კარიერა და გაანადგურა დიდი ფილმი, რომელზეც ბევრი ფული დაიხარჯა. ეხლა დომი ძალიან კარგ აზრს ამბობს ამ ვიდეოში და უნდა ნახოთ ეს ვიდეო ამის შემდეგ. მაგრამ თავარი ისაა, რომ უბრალოდ დავიღალეთ კინოთეატრებში პოლიტიკის ნახვით. მე თვითონაც არ მინდა ჩემი პოლიტიკა კინოთეატრში. ვცდილობ რომ წავიდე და ვუყურო ფილმს რაღაცა უცნაურ რაღაცებზე და ცოტა ხნით მოვუწყდე რეალურ სამყაროს, ხო ესეა. თუ მინდა რა თქმა უნდა. დიახ, მინდა წავიდე კინოში და ან რაღაც რეალური ვისწავლო, გავიგო რა ხდება მსოფლიოში და განათლება მივიღო. ან უბრალოდ გამოვთო ტვინი იმ ყველაფრისგან, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება. არ მინდა უბრალოდ გასართობად წავიდე, მაგრამ არც ის მინდა, რომ ჰოლივუდის ვიღაცა უსინდისოებმა, რომლებსაც საერთოდ არ ვაინტერესებ მე ჯესტი, ოჯახი ან ჩემი კეთილდღეობა, რაღაც კორცხად ქვეცნობიერად მასწავლონ. არ მინდა რამე პოლიტიკურ ჭრილში განვიფილო, ნება მომენტით ეს თავად გავაკეთე. რა თქმა უნდა. ძულს, როცა ადამიანები თავიანთ პირად საქმეებს ჩვენს წინაშე ასე აშკარად ატენებენ. ცხადია რეიჩელ ზეგლერის ზედმეტი იყო. მილი ჯერ იქ არ არის, ხო? მას რამდენიმე კითხვა დაუსვეს და მგონია რომ ის უკოსაა, ხო? რაც შეეხება ზიგლერს, ეს ყველაფერი ძალიან ნარცისისტური და ეგოისტური იყო. მახსოვს პროდიუსერებთან კამათი ჰქონდა, მისი PR-ის ხალხი ალბათ ჭკუიდან გადადიოდა. და ჩანდა რომ მას საერთოდ არ აინტერესებდა, რაც ძალიან უცნაური იყო. ეხლა აშკარაა რომ მილი იქნება ახალი სუპერგოგონა. და მგონი რამდენიმე კითხვა დაუსვეს და მან თქვა რომ ხო ვიცით, სუპერგოგონა შეიძლება იყოს LGBTQ და შეიძლება კაცებიც კი არ მოსწონდეს. შეიძლება ორივე სქესის მიმართ ჰქონდეს ინტერესი. უბრალოდ მიხარია რომ ასე არა ეს. მან თქვა, მიხარია რომ ყველაფერი კაცი არ არის აგებული. ნახე, მესმის, ეს შენი შეხედულებებია, მაგრამ უბრალოდ გაიგე რომ სოფლიოს უმეტესობას უბრალოდ ფილმის ყურება უნდა. ეს ვარ ჩემი ყველა დროის საყვარელი ფილმი ქალი მთავარი პერსონაჟით არის, ხო ასე? ეს არის უმა თურმანი ფილმში Kill Billy. მიყვარს Kill Billy. პირველ რიგში მიყვარს Quentin Tarantino, მაგრამ ძალიან მიყვარს Kill Billy-ის სერია. მას არ უწევდა ძალისხმევა. ის უბრალოდ ნამდვილი მაგარი იყო. ხვდები რას გულისხმობ? ის უბრალოდ მაგარი იყო, ხო გესმის? და მე უბრალოდ მძულს ეს. იცი რა თქმა უნდა, მარგო რობი, ხო ესეა და შავი კრივი, სკარლეტ იოჰანსენი, ისინი მაგრები არიან. და მათ არ უწევთ ძალისხმევა, რომ ზედმეტად აგრესიული ფემინისტები იყვნენ. და ეს პირდაპირ სახეში გითავაზონ, ხვდები? აი, ეს არის მთავარი. თუ მართლაც კარგი ქალი მსახიობი ხარ, მაშინ ეკრანს იპყრობ და შენ გახდები ის, ვისაც ყველა იმახსოვრებს. არ არის საჭირო, რომ ყველაფერი კაცებზე დაჭკუნვაზე გადაიყვანო. ეს უბრალოდ აბსურდული მოვლენაა. ჩვენ ნახეთ საოცარი ქალის აოცრება, როგორც მან აღნიშნა. ჩვენ ნახეთ უამრავი ქალი პერსონაჟი. თუდაც ისინი მთავარ როლში არ იყვნენ, სიუჟეტს მაინც ისინი მართავენ. ისინი არიან მომხიბვლელები, ისინი არიან სილამაზე, ისინი არიან ინტელექტი. ძალიან სახალისოა ძლიერი ქალის ყურება, მაგრამ ესაა ყველაფერი. აქ უნდა დასრულდეს. ძლიერი ქალის ყურება სახალისოა. არ არის საჭირო კაცების დაკნინებაზე იყოს საუბარი, იმიტომ რომ იცით რა?
ეკრანზე ასევე არიან მართლაც შესანიშნავი კაცები, რომელთა ყურებაც სასიამოვნოა. ეს ორი რამ ერთმანეთისგან გამორიცხული არ არის. ძალიან გამაღიზიანებელია. მოდი ეს დავიკითხოთ. კრიტიკოსები არ იკავებენ თავს სუპერგერლის მიმართ და შეფასებები ბევრად უარესია, ვიდრე ველოდით. რა თქმა უნდა, როცა ფილმს პოლიტიკურ დღის წესრიგზე აკეთებ, ხალხი სწრაფად იღლება. სუპერგერლი ისტორიაში შევა, როგორც პირველი ფილმი ჯეიმს განის ახალ DCU-ის ქრონოლოგიაში, რომელსაც კრიტიკოსების მხრიდან სწრაფად დაეწერა ცუდი შეფასება მაშინ, როცა დამტკიცებული მიმოხილველების აზრები საშუალო იყო. ნიშნავს ეს DC-ის ფილმების განყოფილების დასასრულს და აწკაპუნეთ ჩვენს ვიდეოზე, რომ მოისმინოთ რას ამბობენ სხვა მიმოხილვები. არ მინდა. კარგი, ამ მომენტისთვის სუპერგერლი Rotten Tomatoes-ზე 59%-იან კრიტიკულ შეფასებაზე. რაც საშუალო დონის შეფასებაზე ოდნავ მაღლაა, მაგრამ მაინც ცუდია. უი. ზოგი კრიტიკოსი ფილმით გაოცებული დარჩა, მაგრამ ფილმის უღიმღამო სიუჟეტი სერიოზულ პრობლემად მიიჩნიეს. მოკალი კრამი, გადაარჩინე ძაღლი. ეს არის мотиваცია, რომელიც მთელი სუპერგერლის სიუჟეტს ამოძრავებს, რომელიც არც კარმელიც არც კი არის საკმარისად საინტერესო, რომ ჩახლართული ეწოდოს. შეიძლება ამიტომაც არის ფილმი სავსე მოქმედებით, მაგრამ მაინც მოსაწყენად ერთფეროვანი. მოდი რა, მართლა ძაღლის გადარჩენაა სიუჟეტის მთავარი ხაზი. ეს ნამდვილად არ არის კარგი. ამ ეტაპზე კიდევ ერთი რამ აწუხებს, არა მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით, არამედ ზოგადადაც. იმდენი ფილმი გამოდის, რომ თუ ისევ რაღაც საშუალოზე დაბალ და მოსაწყენ დონეზე რჩები, მორჩა, დასრულებულია. ფილმზე მივდივარ დიდი გამოცდილებით და მინდა რომ თქვა ვაუ. მინდა სიუჟეტმა სრულიად გიჟურ, დაუვიწყარ მოგზაურობაში წამიყვანოს. მინდა ფილმიდან გამოვიდე განცვიფრებული, რომ მართლა დავკარგე თავი. არ მინდა იქ ვიჯდე და ვიფიქრო, მართლა ეს არის საუკეთესო, რაც შეგეძლო მოგეფიქრებინა. ეს ფილმის ცუდი ნიშანია. როგორც უკვე ვთქვით, მილი ალკოკი შესანიშნავი მსახიობია. ასე რომ როგორც ჩანს, ის ფილმის გადამრჩენი იყო. მაგრამ აი რა არის მთავარი? აი რა არის ამ უცნაური ფენომენის შესახებ, რასაც ვხედავთ? ახლა უკვე ამ მსახიობებს იღებენ. ამ ვიდეოს 5 მილიონი ნახვა აქვს, ხო ასეა? და ამ მსახიობებს ასეთ სარეკლამო ტურნეებზე აგზავნიან. ამას უკვე მივეჩვიეთ. ეს ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად გამოიყურება, ძალიან უცნაურად. ნახეთ ეს. ონლაინში კითხულობენ კარას ქვირულობაზე კომენტარებში. ეს იყო ის, რასაც როლის მოსამზადებლად იკვლევდით. არა, მაგრამ პრაიდისთვის პატისაცემად, რადგან ამ კითხვებს ხშირად მისვამენ, არ ვიცი. ვფიქრობ, ამ ფილმს ისხდის ასეთ ლამაზად, რომ ის კაცი არ არის კონცენტრირებული. საერთოდ არ არის სიყვარულზე, თუ რამეა. მაგრამ ნახავთ, მართლა არ ვიცი, მაგრამ არ ვიცი. არ ვიცი. შესანიშნავია, ალბათ ორივე მიმართულებით მიდის. კითხვა ონლაინში. დიახ, ეს არის. აღარ მოგწონს ის. მე მიყვარდა ის. ის ძალიან კარგია, მაგრამ აღარ მომწონს. აღარ მუშაობს. არ მუშაობს. ეს ძალიან არაბუნებრივია. ეს ძალიან არაბუნებრივია. ისედაც საკმაოდ უცნაურია იყო მსახიობი, არა? წარმოიდგინე, ერთ დღეს იღვიძებ და ფიქრობ, იცი რა არის ჩემი ოცნება? ჩემი ოცნება, რომ შემიყვარონ იმისთვის, ვინც არ ვარ. ეს ცოტა უცნაურია. ჩემი ოცნება, არ ვიცხოვრო ჩემი ცხოვრება, არამედ ვიცხოვრო სხვა ადამიანების ცხოვრებით ეკრანზე. და ეს ძალიან კარგად გამომდის. იმდენად კარგად ვშლი ჩემს თავს, რომ რეალურად ვაჯერებ ადამიანებს თითქოს ის ვარ, ვინც სინამდვილეში არ ვარ. ჰეი, მოდი ამისთვის მილიონები ვიშავოთ. ეს ჩემთვის ყოველთვის ძალიან უცნაური იყო. მაგრამ როცა ამ ადამიანებს ეკრანზე აყენებ და ისინი ასეთ უცნაურ რაღაცას აკეთებენ, ეს უხერხულია. ეს უხერხულია. პოლიტიკურ დღის წესრიგზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ისეც მოსაწყენია, მაგრამ ეს უხერხულია და არასწორია. და სწორედ ამიტომ არასოდეს უნდა მოусმინოთ პოლიტიკოსებს, ჰოლივუდის ვარსკვლავებს, ან ზოგადად ცნობილ ადამიანებს მათ პოლიტიკურ შეხედულებებზე, რადგან მათ კარიერა აიწეს იმით, რომ საკუთარ თავებად ყოფნაშიც კი ვერ ახერხებენ წარმატებას. გმადლობთ, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთ.